მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. დღეს გთავაზობთ ორ ამანათს. ამანათები გამოიყურება ესე. ამანათში არის ციფრული აპარატებისთვის განკუთვნილი თარაზო, თუ როგორი თარაზოა სურათზე ნახავთ. ხოლო ამაში არის power bank-ი ელემენტის გარეშე. თუ როგორი power bank-ია, აუცილებლად სურათს თავდებთ ვიდეოს ლობისას. მოდით გავხსნათ პირველ რიგში ეს ამანათი. მეტი არაფერი არ არის აქ. აი მეგობრებო, ესეც თარაზო. ეს გამოიყურება ესე. მოუწევთ წაწერები. აი ესეც ჩვენი თარაზო. ეს გავხსნათ ესე. აი მეგობრებო, ესეც თარაზო. ეს თარაზო მაგრდება ციფრულ აპარატის ზემოთ, სადაც დამატებითი განათება ყენდება. ხარისხით ნორმალურია, რეზინის მასალაა, პლასმასი არ არის, რეზინა არის. მეტი ვერაფერს ვერ ვიტყვი ამით, ნორმალურია, ფასიდან გამომდინარე, ღირს ესეთი რამე შეძენა თუ საერთოდ ჭირდებათ. მოდით ეს გადავდოთ. ახლა კი გავხსნათ power bank-ი. აქ მეტი არაფერი არ არის. აი ისიც power bank-ი. მოდით პარკიდანაც გავხსნით. აი power bank-ი. ხარისხის პლასმასის ხარისხი ნორმალური ხარისხისაა. ისეთი არაფერი არ არის. შესრულებით მაინც და მაინც ვერ ვიტყვი რომ ძალიან შესანიშნავია. თუ არ ვწევთ 80 ცენტი მივეცი. აქვს USB პორტი, როგორც ხედავთ, USB პორტი, რომელშიც შეერთებთ ტელეფონის სატენის ან ნებისმიერი სატენის კაბელს და ეს პორტი არის micro USB, რომელთაც თვითონ შეძლებთ power bank-ში არსებული ელემენტის დატენას. თუ როგორ ისმება შიგნით ბატარეა, აგერ როგორც ხედავთ, აქვს სპეციალური მითითებული ნიშანი, მოკაჩვეულ შემდეგ წესით უნდა გაიხსნას. აი მეგობრებო, ხარისხი ფასიდან გამომდინარე არ აუშავს, ცოტს ვერ ვიტყვი. რაც შეეხება, ეს არის სქემა. და ეს არის ადგილი, სადაც ელემენტი იდება. ანუ ფუნქცია ესეთია, შეგიძლიათ თვითონ როდესაც ჩასვამთ ელემენტს, თუ არ ვწდები ამას სპეციალური ელემენტი უნდა, ზუსტად არ ვიცი. როდესაც ჩასვამთ ელემენტს, შეძლებთ ამ ელემენტისგან ტელეფონის ან ნებისმიერი მოწყობილების დატენას USB-ით მეშვეობით და ასევე ამ ელემენტის, რომელსაც ჩასმევთ აქვე, იმის დატენას. ზომით ველოდი უფრო პატარა იქნებოდა, მაგრამ ცოტათი დიდია, მაგრამ ეს ისეთი არაფერი შეიძლება სამე ჩააგდოთ ან ჩანთაში ან ჯიბეში ეტევა. გასაღებზე ვერ ჩამოვკიდებთ ყოველ შემთხვევაში. ესეთი იყო, ესეთი ფორმისა და ესეთი მასალისგან არის დამზადებული power bank. თვითონ ელემენტი არ მაქვს და ამიტომ ვერ გავტესტავ ვერანაირად, ვერ გავტესტავ. ჩემს Facebook გვერდზე განხილვაში იქნება, იქ დავწერ ჩემს აზრს ამის შესახებ, ელემენტის ჩასმის შემდეგ როგორ ტენის და როგორ იტენება თვითონ ელემენტი. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ გვიყურებთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ, ასევე მოიწონეთ ეს ვიდეო. მადლობთ რომ გვიყურებთ. კარგად გრძანდებოდეთ.